თამარ ლუკავა, საფარის იურისტი, ჩვენი გადაცემის სტუმარია. საღამოშიდობისა. საღამოშიდობისა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ქალბატონ თამარ, გვაქვს თუ არა აი ამ კონკრეტული ძალიან მძიმე ფაქტიდან გამომდინარე ყველა ნიშანი იმისა, რომ ეს იყო აი ეს კონკრეტული ფაქტიც აჩვენებს სახელმწიფოს და სისტემის აბსოლუტურ ჩავარდნას. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. სამწუხაროდ ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, ის საქმე, სადაც სახელმწიფო შეეძლო პრევენცია მოეხდინა დანაშაულისა, გადაერჩინა ქალი ამ მდგომარეობისგან, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახდინა სწრაფი რეაგირება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ელექტრონული სამაჯური იყო გამოყენებული, ფაქტია, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა ქალი მოსალოდნელი საფრთხისგან. ძალიან მძიმე შედეგები გვაქვს სამწუხაროდ ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების თუ სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას ძალიან ხშირი არის, როდესაც გირაოს უფარდებენ მოძალადეს, ასევე შემაკავებელი ორდერები ძალიან ხშირად ირღვევა და ამის მონიტორინგი არ ხდება. საფარში გვაქვს არაერთი საქმე წარმოებაში, სადაც მოძალადემ შემაკავებელი ორდერი არაერთ გზის დაარღვია, თუმცა შემაკავებელი ორდერის დარღვევაზე მას ბრალი არ წარუდგინეს. სამწუხაროდ ეს მდგომარეობა, რაც ახლა გვაქვს, იწვევს ამ დაუჟელობის სინდრომს და ახალისებს მოძალადეებს. როგორ მოხდა აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვერ დაიცვა სახელმწიფომ ეს ადამიანი, რომელიც აშკარად საფრთხის ქვეშ იყო და ეს ფაქტმაც დაადასტურა, რამ არ იმუშავა, სად არ მუშაობს სისტემა, რა რგოლი არ მუშაობს, როდესაც საფრთხის ქვეშ მყოფ ადამიანს განმეორებით ესხმიან თავს და ასეთ უმძიმეს დანაშაულთან გვაქვს საქმე, ასეთი უმძიმესი დაზიანებები აქვს მსხვერპლს. ელექტრონული სამაჯური თავის თავში მოიცავს ძალიან მაღალი დაცვის სტანდარტს. როდესაც სამაჯური უმაგრდება მოძალადეს და ასევე სპეციალური აპარატი გადაეცემა მსხვერპლს, შემდგომ ხდება მონიტორინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფის მხრიდან, ხო არ მოხდა მიახლოვება მსხვერპლთან მოძალადის და აუცილებლად მოწმდება მსხვერპლთან სატელეფონო ზარით, ხო არ არის იგი საფრთხეში. ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით მონიტორინგს ვინც აწარმოებს, იმ პირების მხრიდან შესაძლოა იკვეთებოდეს გულგრილობის ფაქტი და მათ არ მიაქციეს უბრალოდ ყურადღება. ან მოძალადემ შეძლო ის, რომ აპარატი რაღაცნაირად გაეფუჭებინა, უვარგისი გამხდარიყო და შემდგომ არ შევიდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაც ძალიან ნაკლები რის შანსიც ძალიან ნაკლებია, იმიტომ რომ ეს აპარატები მუშაობს ძალიან კარგად. არაერთი საქმე ქონია ჩვენ საფარში წარმოებაში, როდესაც მოგვითხოვია ელექტრონული სამაჯური და ძალიან კარგად მუშაობდა, არ ქონია ხარვეზი არც ერთ შემთხვევაში. მეცაც გეტყვით ამ ელექტრონული სამაჯურის შემდგომ ერთგვარი პრევენციაც კი იყო მოძალადის მიმართ ეს და მას განმეორებითი დანაშაული არ ჩაუდენია. აი ესეთი საქმეებიც ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს სამწუხაროდ სისტემა არა მხოლოდ გამოძიების და სასამართლო ეტაპზე არის რაღაც მძიმე მდგომარეობაში, არამედ ამ ელექტრონული სამაჯურის მონიტორინგის ნაწილშიც შესაძლოა იყოს საფრთხე, რომ არ ხდება სათანადო მონიტორინგი და აქვს ადგილი. ამას პოლიცია აკეთებს, ანუ არსებობს რაღაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური თან ქვედანაყოფი არის, რომელიც არის უშუალოდ ვალდებული აკონტროლოს, ხო არ უახლოვდება პერიმეტრს მოძალადე. სპეციალური სიგნალი შედის ამ შემთხვევაში 112-ში და შეუძლებელი არის მათთვის ცნობილი არ გამხდარიყო მიახლოვება. ეს გუნდი თუ არ ვიცი რა დავარქვა, თანამშრომელთა რაღაც ნაკრები მიდის ადგილზე. პირველ რიგში ხდება დაკავშირება მსხვერპლთან, გადამოწმება ინფორმაციის, ოღონდ რა თქმა უნდა არ აშინებენ მსხვერპლს და უბრალოდ უმარტავენ, რომ ეს არის პროცედურის ნაწილი და იყოს ფრთხილად, რომ შესაძლებელია მოძალადე უახლოვდებოდეს მას და შემდგომ გადის უკვე 112 შემთხვევის ადგილზე. ერთ-ერთი საქმეზე გვქონდა ჩვენ შემთხვევა, როდესაც დაზარალებულს დაურეკა 112-ის წარმომადგენელმა და უთხრა, რომ სავარაუდოდ პერიმეტრზე, სადაც ის იმყოფებოდა, ასევე იმყოფებოდა მოძალადე
მოძალადე და გადაამოწმა ხო არ იყო საფრთხის ქვეშ. ნუ იმ შემთხვევაში ეს ქალი არ იყო საფრთხის ქვეშ და დაუდასტურა რომ არ ქონდა არანაირი პრობლემა. ქალბატონ თამარ, თქვენ ახსენეთ გირაო და ოდნავ მოგვიანებით ამაზე მინდა გკითხოთ, მაგრამ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც 3 წელიწად ნახევარი ქონდა მისჯილი და გამოვიდა წელიწად ნახევარში და 2 თვეში ჩაიდინა ახალი დანაშაული განმეორებით და ყოფილი ცოლის მიმართ ასევე. რა ახსნას უძებნით ამას? ხომ არ გააქვთ რაიმე დამატებითი ინფორმაცია ან როგორ შეგიძლიათ განმარტოთ ან თუნდაც ვარაუდით თქვათ რა შეიძლება მომხდარიყო, რატომ გამოუშვეს ასე ვთქვათ ისე რომ სასჯელის ნახევარიც კი არ ქონდა მოხდილი ამ კაცს. სამწუხაროდ ეს ფაქტებიც ხშირი არის, როდესაც ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით თავისუფლდება მოძალადე სასჯელ ახსულების დაწესებულებიდან. შესაძლებელია ეს იყოს შეწყალება, შესაძლებელია ეს იყოს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მშავდებულის სასჯელის გადავადება ან განთავისუფლება. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც სქესობრივ დანაშაულს ეხება, საფარის წარმოებაში არის პედოფილიის საქმე. სადაც ესე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა მშავდებული 8 წელი ქონდა სასჯელი მისჯილი და 4 წლის შემდგომ განთავისუფლდა. სრულიად შემთხვევით გახდა ცნობილი დაცვის მექანიზმები პოტენციური მსხვერპლების ასეთ იგივეა. არავინ არ ატყობინებს. ყველაზე ცუდი ეს არის, რომ დაზარალებულს მსხვერპლს სახელმწიფოს არც ერთი უწყების წარმომადგენელი არ ატყობინებს, რომ განთავისუფლდა მოძალადე და შესაძლოა იყოს რისკები და იყოს საფრთხის ქვეშ. სრულიად შემთხვევით გებულობენ ხოლმე ამ ინფორმაციას, ერთი იმით, რომ საერთო ახლობლები ან ნაცნობები ყავთ, ან მიახლოება ხდება მსხვერპლთან და განმეორებითი დანაშაული. რაც შეეხება გირაოს გამოყენებას, რით ახსნით თქვენ ამგვარ პრაქტიკას, რომელიც ახლა აქვს სახელმწიფოს? რა ფაქტობრივ ან რა გარემოებებს საერთოდ ეყრდნობა მოსამართლე, როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გირაო შეუფარდოს ბრალდებულს? წლები უფლებადამცველები საუბრობთ ამ საკითხზე და სამწუხაროდ ისევ ამაზე გვიწევს აქცენტის გაკეთება, რომ სასამართლო, როდესაც მსჯელობს აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე, არ განიხილავს საქმეს ინდივიდუალურად და არ აფასებს იმ რისკებს, რომელიც შეიძლება ამ საქმეს ახლდეს თან. ერთი პრობლემა არის ეს, პირველ რიგში ინდივიდუალურად რო შეაფასოს მოსამართლემ საქმე, აუცილებლად დაინახავს იმ რისკებს, რაც შეიძლება მსხვერპლს დაზარალებულს კონდეს თუ მოძალადე იქნება გირაოს ქვეშ. და ასევე მეორე პრობლემა არის ის, რომ რაღაცნაირად ეს სტანდარტი შეიქმნა, რომ გირაოს სახით ხდება განთავისუფლება მოძალადეების და რაღაც კონკრეტული თანხის საფასურად თითქოს წინასწარ იციან, რომ ახ ერთი შეკითხვა მიჩნდება, რამდენად ხშირია შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი ცოლი იქნება, ეს ყოფილი ცოლი, პარტნიორი, მასზე ხდება წნეხი, თავად მაგალითად ამ კაცის ოჯახისგან, ნათესავებისგან, რომ ამ ქალმაც მსხვერპლმაც აი ასე წნეხის ქვეშ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუწყოს გირაოთი გამოშვებას. ხო, სამწუხაროდ ოჯახური დანაშაული იმდენად სპეციფიური არის და ასეთი დანაშაულის შემდგომ იმდენი ფაქტორი ერთვება დაზარალებული საწინააღმდეგოდ და განსაკუთრებით ანათესაო და ოჯახის წევრები ძალიან ზემოქმედებენ ხოლმე მსხვერპლებზე, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა დაზარალებული რა სიტყვის პროცესზე და ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობას მიიტანს თუ არა ბრალდებულის ადვოკატი. მოსამართლეს არ ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან რისკების შეაფასოს. რომ მას უდევს საქმე და ხედავს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არაერთი შემაკავებელი ორდერი არის გამოცემული ამ პირის მიმართ, ხედავს, რომ წარსულში შესაძლოა ნასამართლეც იყოს, ან არის ძიმე ძალადობის ფაქტი საქმეში. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ინდივიდუალურად საქმის შესწავლა არის უმნიშვნელოვანესი. თუ ამას გაითვალისწინებს სასამართლო, არ მოხდება გირაოს შეფარდება იმ პირების მიმართ, რომლებიც რისკს წარმოადგენენ არა მარტო მსხვერპლისთვის, არამედ ზოგადად საზოგადოებისთვის. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც ახლა თქვით. საბოლოო ჯამში მაინც მივდივართ იქამდე, რომ ადრე თუ გვიან მოძალადე დატოვებს
საპატიმრო დაწესებულებას. ანუ მივდივართ იქამდე, რაც ახლა ვნახეთ, ის დროზე ადრე გამოვა თუ არა ეს ცალკე გამოკვლევის საგანია, როგორ გამოვიდა. მაგრამ როცა გამოვა, მაგალითად 3 წელიწადნახევრის შემდეგაც რომ გამოსულიყო, რისკი ისევ რჩებოდა ამ ქალის მიმართ და აი ამ რისკის დაზღვევა ვერ ხდება. აი აქამდე მივედით საბოლოო ჯამში მაინც. ყველა ეტაპზე პრობლემაა და ვიღებთ აი ასეთ შედეგს. რას ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა შეიცვალოს ეს მდგომარეობა, რომ ადამიანებმა დაცულად პირველ რიგში პენტენციურ დაწესებულებაში უნდა იყოს სპეციალური სარეაბილიტაციო გასავლელი მოძალადისთვის რეაბილიტაცია იმისთვის რომ ის საზოგადოებას დაუბრუნდეს არაგაბოროტებული არამედ ისე როგორც ნამდვილი საზოგადოების წევრი და ძალიან მნიშვნელოვანი არის მსხვერპლის ეკონომიკური გაძლიერება. ყოველთვის ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის რომ ეკონომიკურად დამოკიდებულები არიან მოძალადეებზე და ციხემდე სანამ მივა საქმე მანამდე ძალიან ხშირად პოლიციაში მისვლაზეც უარს აცხადებენ, იმიტომ რომ ესეთი კითხვა აქვთ რომ ვუჩივლო და დაიჭირონ ბავშვები მშივრები დამირჩება და თვითონ არ არიან დასაქმებულები, იმიტომ რომ ამის უფლებას და შესაძლებლობას როგორც წესი მოძალადე არ აძლევს ხოლმე ქალს. ამიტომ თუ მსხვერპლის ეკონომიკური გაძლიერება არ მოხდება ძალიან რთულია ებრძოლო ამ დანაშაულს. ჩადებული არის ახლა კანონმდებლობაში რომ ეს უნდა მოხდეს. სახელმწიფო ამას უნდა აკეთებდეს, როგორც მოძალადესთან არის სამუშაო, ასევე მსხვერპ ქალთან არის სამუშაო. აქაც ამ მიმართულებითაც პრობლემებია. სამწუხაროდ სტამბულის კონვენციის რატიფიცირების შემდგომ სახელმწიფოს ძალიან ბევრი პასუხისგებლობა აქვს აღებული და წლები არის ამ პასუხისგებლობის შესრულებაზე საუბრობთ, ვითხოვთ უფლებადამცველები, რაღაც ნაწილის შესრულება დაწყებული იყო, საკანონმდებლო დონეზე თუნდაც ძალიან ბევრი ცვლილებები განხორციელდა, მაგრამ ეხლა სამწუხაროდ ხედავთ, რომ პირიქით პრაქტიკაში უარესდება მდგომარეობა და რაღაც კანონმდებლობის დონეზეც იცვლება მიდგომები. შესაბამისად თუ არ დაუბრუნდით იგივე ნიშნულს რომ ასრულებდა სახელმწიფო ეტაპობრივად მისთვის ნაკის ვალდებულებებს არა მარტო ფურცელზე და კანონმდებლობის ნაწილში, არამედ პრაქტიკაშიც ცდილობდა რომ შეესრულებინა, შეიძლება ძალიან ცუდი შედეგების წინაშე აღმოჩნდეთ. კი ბატონო, და ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ. თქვენ წარმოადგენთ ორგანიზაცია საფარს, ხართ ამ ორგანიზაციის იურისტი. და ჩვენ ხედავთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ რა ხდება ზოგადად ქვეყანაში, როგორც ცდილობს საერთოდ ჩაკლას რეჟიმის სამოქალაქო საზოგადოება. ამან რა რეალობის წინაშე დააყენა კონკრეტულად თქვენი ორგანიზაცია, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, აი ახლა რა რესურსების და შესაძლებლობის წინაშე დგახართ? საფარი დაყადაღებულია, საფარის ანგარიშები დაყადაღებულია, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი იმისთვის, რომ ჩვენ განსაკუთრებით იურიდიულ ჯგუფს ჩვენი საქმე გაგვეგრძელებინა, ჩვენ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობთ და ვეხმარებით ძალადობის მსხვერპლ ქალებს. არც ერთი წამი არ ყოფილა მას შემდეგ, რომ რაღაც საქმე შემოვიდა და უარი ვუთხარით დახმარებაზე მსხვერპლს. ამ ორგანიზაციაში თქვენს ენთუზიაზმზე კი, რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციაში მუშაობთ ადვოკატები, უფლებადამცველები, რომლებიც წლები ადამიანებს ვეხმარებით და ეს არის ჩვენი საქმე. შესაბამისად ამ საქმის ხელშეშლას ვერავინ ან რომ შეგვიშალოს ხელი, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ამის გაკეთებას, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, ეხლა ვიცოდე რომ მირეკავდეს ქალი და მეუბნებოდეს რომ არის საფრთხის ქვეშ, ჭირდება დახმარება, მიმართა პოლიციას და პოლიცია არ ეხმარება და ჭირდება ჩვენი თანადგომა და მე უარი უთხრა, ეგეთი რამე არ მოხდება. სახელმწიფოს მონაწილეობა ჭალებში მონაწილეობა უარყოფითი კუთხით აქაც არის, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას ასე ურტყამს და ჩვენმა აუდიტორიამ უნდა იცოდეს, რომ ყველა სფეროს ეხება ეს შეტევა რეჟიმის მხრიდან. დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. თამარ ლუკავა, საფარის იურისტი იყო ჩვენი სტუმარი.